პენელოპეს სასიძოები, დღევანდელი ჩვენი ფრაზა. ვინ არიან ეს ადამიანები და რა კავშირი აქვთ პენელოპესთან? თავდაპირველად დავიწყოთ და ვთქვათ, ვინ იყო პენელოპე. ეს იყო ოდისევსის ცოლი, რომელიც ოდისევსმა შინ დატოვა შვილთან ტელემაქესთან ერთად, როდესაც იგი ბერძენთა კოალიციურ ლაშქარს ტროაში გაჰყვა საომრად. აგერ გავიდა უკვე 10 წელი, დამთავრდა ტროას ომი, ცოცხლად გადარჩენილი ბერძენი მეომრები და მხედართმთავრები შინ დაბრუნდნენ, ზოგს უბედურება ელოდა სახლში, ზოგი აგერ ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ არ სჩანს ოდისევსი, გადის წლები და ცოცხალია თუ მკვდარი, მისი ასავალ-დასავალი არავინ არ იცის. იციან მხოლოდ ღმერთებმა, იცის ათენამ, რომელიც ოდისევს შინ დაბრუნებაში ეხმარება და ვიცით ჩვენ ჰომეროსის მკითხველებმა. ვიცით როგორ უნდა მას სამშობლოში დაბრუნება, როგორ ენატრება ცოლშვილი, როგორ ენატრება სამშობლო ითაკა, მაგრამ ის არის დაწყევლილი პოსეიდონისგან და გადის ასე წლები და ის შინ ვერ ბრუნდება. დედოფალი არის მარტო. ეს იმდენად წარმოუდგენელია ბერძნებისთვის, რომ საბერძნეთის ყველა მხრიდან, ყველა კუთხიდან დაიძვრება სასიძოების პენელოპეს ხელის მთხოვნელების არმია. ჯერ ეს ერთი პენელოპე არის საკმაოდ ლამაზი და სასურველი ქალბატონი და მეორეც თუ პენელოპეს ცოლად შეირთავ, შეგრჩება ხელში არა მხოლოდ ლამაზი და სასურველი დედოფალი, არამედ ბონუსად ამ დედოფალს მოყვება ოდისევსის მთელი ქონება. და რა თქმა უნდა დაინტერესება იყო დიდი. მოდიან მოკლედ ეს სასიძოები და რჩებიან ოდისევსის სასახლეში. რა თქმა უნდა გამასპინძლება ჭირდებათ, ხო? ჭირდება ამდენ ხალხს და იკვლება საკლავი ყოველ დღე, ღვინოს სვამენ უზომოდ და ეს ყოველდღიური ეს ღრეობა, ქეიფი ანადგურებს ნელა-ნელა ოდისევსის სარჩო საბადებელს. შეწუხებულია დედოფალი პენელოპე, შეწუხებულია ტელემაქე, რომელიც აგერ უკვე გაიზარდა და 20 წლისაა, მაგრამ დედაშვილი ვერაფერს ვერ გახდება ამ ხელა არმიის წინააღმდეგ, ესენი ბევრნი არიან, ესენი ცოტა და ძალიანაც რო შეწუხდნენ რა, ვერაფერსაც ვერ აკეთებენ. და აი ასე ათენას შთაგონებით ტელემაქე ჩუმად გაეპარება სასიძოებს, არც დედას ეტყვის არაფერს, რომ არ ინერვიულოს, გაეპარება ამ სასიძოებს ხომალდით თავის თანამზრახველებთან ერთად უკან დაბრუნებულ ბერძენ მხედართმთავრებთან, რომ იქნება რამე ამბავი მაინც გაარკვიოს მამაზე და რაღაცა კვალს მაინც მიაგნოს და გაიგოს ცოცხალი მაინც თუ არის სადმე. და მხოლოდ ერთ-ერთ მსახურს ოდისევსის გამზრდელ ევრიკლეას გაანდობს ამის შესახებ, თავისი გამგზავრების შესახებ და ევრიკლეა მათ გაუმზადებს საგზალს, თან წასაღებს და აი ასე რომ წავლენ დროთა განმავლობაში მოიკითხავენ ეს სასიძოები ტელემაქეს და გაიგებენ, რომ ის გაემგზავრა მამის, ესე იგი ამბის გასაგებად და იმდენად განრისხდებიან, რომ მის მოკლას გადაწყვეტენ და განიზრახავენ. ხო, აი ასეთ სიტუაციაში, ესე იგი უხდება დედოფალს ყოფნა და თან აიძულებენ ეს სასიძოები, რომ რაც შეიძლება მალე დაასახელოს რჩეული, თავისი რჩეული და ამოარჩიოს ამ მათ შორის ვინმე, ესე იგი ვისაც ცოლად გაყვება.
და პენელოპე ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ გაწელოს და გააჭიანუროს ეს დრო, სანამ ესე იგი ამ არჩევანს გამოაცხადებს, ამ პენელოპესა და ოდისევსის ურთიერთობაზე, შეხვედრაზე და ამ დროის გაჭიანურებაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. დღეს შევჩერდები სტუმრებზე. სტუმრები, რომლებიც აჩანაგებენ ოდისევსის სარჩო საბადებელს. ისინი თავიდან მოდიან როგორც სტუმრები, მაგრამ შემდეგ უკვე არანაირ სტუმრის ჩარჩოში ვეღარ ეტევიან, ვეღარ ჯდება მათი საქციელი და მე ვთვლი, რომ ისინი უფრო დამპყრობლები არიან, ვიდრე სტუმრები. და სტუმართმოყვარეობის და სტუმარმასპინძლობის წესი ქსენია მე უკვე ვახსენე წინა ვიდეოებში, სტუმარი ღვთისაა და სტუმარი უნდა დააპურო, პატივით უნდა მიიღო, თუ ესე იგი უპატივცემულოდ მოექცევი, შემდეგ უკვე ღმერთები იძიებენ ამ სტუმრის გამო შურს და ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ეს სასიძოები სტუმრები სულაც აღარ არიან და პატივს სულაც აღარ იმსახურებენ და რაც შემდეგ დაემართებათ, რა თქმა უნდა, ახი იყო მათზე. ესეც შემდეგ ვიდეოში. რაც შეეხება პენელოპეს სასიძოებს, რა დროს შეგვიძლია ეს შედარება გავაკეთოთ? თუ ჩაგისახლდებათ ოჯახში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თქვენ სარჩო საბადებელს ანადგურებენ, თქვენი სტუმართმოყვარეობით სარგებლობენ, მაგრამ უტიფრად იქცევიან და უპატივცემულოდ გექცევიან, აი ესეთი ადამიანები თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ პენელოპეს სასიძოებს. და მე გირჩევთ ნახოთ შემდეგი ვიდეო, ვინაიდან შემდეგ ვიდეოში მე გიამბობთ ასეთ სტუმრებს როგორ ექცევიან და რომ ასეთი სტუმრები უკვე სტუმრები აღარ არიან და ისინი დამპყრობლები არიან და დამპყრობლებს როგორ უნდა მოვექცეთ, ამას შემდეგ ვიდეოში ნახავთ. დღეს სულ ეს იყო და გემშვიდობებით მომავალ ფრაზამდე.